მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო ლამაზებო. დღეს ლენორმანის ორაკულით გავშლით თემას. რა ნაბიჯს გადმოდგავს პიროვნება რეალურად, ან თქვენს მე ჩაფხრეული პიროვნების ნაბიჯები როგორ იქნება, ანუ რეალურად. ნახავთ ამას და თუ ამ გაშლაში თქვენ საკუთარ სიტუაციას იცნობთ, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად დამილაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგში მქონდეს სტიმული უფრო ხშირად და უფრო ესე ვთქვათ კარგი თემებით შემოგიერთდეთ, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებთ და დაგეხმარებათ თქვენ თუნდაც რაღაცნაირად იპოვოთ ის პასუხი და ვფიქრობ, რომ პოულობთ კიდევაც პასუხებს თქვენს კითხვებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერთ და დიდი მადლობა ყველას თქვენი ამ სიტყვისთვის. და ამ ყველაფერს მე თქვენ შემოგთავაზებთ აუცილებლად. და აქედან გამომდინარე, ჭირდება ენერგიის მიმოწვა თქვენი მხრიდან და ჩემი მხრიდანაც წამოვიდეს, ხო? ამიტომ არ დაგავწდეთ ამ ორი მანერის გაკეთება. მოკლედ დავიწყოთ გაშლა ლენორმანის ორაკულით თუ რა ნაბიჯს გადმოდგავს პიროვნება რეალურად. ნახოთ აბა პიროვნების რეალური ნაბიჯები. რა ნაბიჯს გადმოდგავს თქვენს მიერ ჩაფხრებული პიროვნება რეალურად? აი კაცო. აღარ მინდა არაფერი. არ გავაფუჭორა. ესე იგი, ფონად ყოფი წიგნის ბარათი. გვეუბნება, რომ ეს პიროვნება ჯერ, ესე იგი, ამ ეტაპზე კიდევ აი დაკეტილ დახურულ რეჟიმშია. ბევრი საქმე აქვს, ანუ თქვენთან დაკავშირებით, ესე იგი, რაღაცნაირად ბევრი რამე აქვს სათქმელი, რომელიც ჯერჯერობით არ უთქვამს, ანუ გზნობები, გეგმები, შიშები, წარსულის ეპიზოდები, თითქოს ყველაფერი აი შიგნით, წიგნივით არის დახურული, ანუ არ არის ნათელი, ხო? რეალური ნაბიჯი, რომელსაც გადმოდგავს, სწორედ აქედან იწყება, ხო? ჯერ გაჩუმებულია, აკვირდება სიტუაციას, აზრებს ალაგებს და გასაჟღერებელ სიტყვებს შინაგანად წერილი სახით რო ითავსებს ადამიანი, აი ესეთ მდგომარეობაში, აი რო წერს რა როგორ უნდა თქვას, აი ესეთი მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ პირველი რეალური ქმედება არ იქნება ხმაურიანი ჟესტი და ხმაურიანი ნაბიჯი, არამედ ეს იქნება გახსნისკენ გადაადგმული ნაბიჯი მისი მხრიდან, ინფორმაციის, სიმართლის, პოზიციის გამჟღავნების სახით რეალურად, ხო? პირველი ბარათი როგორც ასეთი არის სამყურა, შემდეგი ბარათი არის კუბო და შემდეგ მესამე ბარათი, რაც აქ ახლა ფიქსირდება, არის ბეჭედი, ხო? რა რიგითობით იმოქმედებს ეს პიროვნება. მოდი ახლა განვიხილოთ ეს. სამყურა ეს რა არის ზოგადად, ხო? მოულოდნელი შანსი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მოკლე თითქოს შემთხვევითი ბრწყალებში, ხო, ავიღოთ კონტაქტი, შეტყობინება, შეხვედრა, ფაქტორები ქმედება ნომერ 1 რო ავიღოთ, ხო? ის გამოიყენებს პატარა შანსს, რომ გამოჩნდეს რამენაირად თქვენთან. შეიძლება მოგწეროთ, მოგიკითხოთ შემთხვევით, ბრწყალებში ან შემთხვევით გამოჩნდეს თქვენ სივრცეში, ან თემა წამოიჭრას, თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ ამბობს, ანუ გარედან ეს შეიძლება ჩანდეს ძალიან მარტივი, მაგრამ ენერგეტიკულად ეს მისი პირველი გაბედული სვლა იქნება ნაბიჯების მხრივ თქვენთან მიმართებაში. შემდეგი ბარათი, რომელიც არის კუბო, აქ უკვე ჩასულ შემდეგი ნაბიჯი იქნება რაღაცის დასრულება, ძველი ფორმატის შეწყვეტა, მკვეთრი შიგნიდან მიღებული გადაწყვეტილება, ანუ შინაგანად რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ასე ვეღარ გაგრძელდება და ეს ქმედება ეხება რას? ანძველ ურთიერთობას, ბავშვურ, ესე ვთქვათ, მოდელს, კავშირის გაურკვეველ ფორმას თქვენს შორის, ან იმ შუალედურ გაყინულ მდგომარეობას, გაყინულს, ანუ ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, და ფრჩხილებში, სადაც არც სრულად არის თქვენთან და არც სრულად სადღაც სხვაგან და ფაქტორები ქმედება ნომერი 2 ამ ბარათის მიხედვით, რა იქნება ის მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას დასვას წერტილი რაღაცაზე, ხო? ეს შეიძლება იყოს სხვა ურთიერთობის დასრულება, სიტუაციის, ვთქვათ, გათიშვა, დასრულება, ან ძველი ჩუმი გაურკვეველი ფორმატის შეწყვეტა. ანუ კუბო აქ ნიშნავს, რომ მისი ქმედება იქნება მკვეთრი და გარდატეხა, რომელსაც გარედან რაღაც ფორმით დაინახავთ. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ შეიცვალა მისი სტატუსი, დამოკიდებულება, დროის, ესე იგი, თემიდან გამომდინარე და ყურადღებიდან გამომდინარეც, ხო? შემდეგი ბარათი, რაც მოდის, ეს არის მესამე ბარათი, ბეჭედი. ეს რას ნიშნავს? შეთანხმებას, კავშირს, ოფიციალურობას, რაღაცის დალაგებას ერთ წრედო ჩამოყალიბდეთ, ხო? ან ვიყოთ, ან არა, ესე სანახილოდ აღარ გამოდის, ხო? აი ესეთი თემა იქნება, ფაქტორებად ქმედება ნომერი 3 რა იქნება? ამ ყველაფერს
ნაყოფიერ შემდეგ ის რეალურად მოვა თქვენთან რაღაცის შეთანხმების თემით, ხო? აი თქო დავლაგდეთ, მოდი რა ჩამოვყალიბდეთ, ხო? ესეთი თემა იქნება. ეს შეიძლება გამოიხატოს გულწრფელ საუბარში, რა გავაკეთოთ ჩვენ ორმა. ურთიერთობის დალაგების ინიციატივა შეიძლება გამოიხატოს კონკრეტულ დაპირებაში, რომ რაღაცას შეცვლის, რაღაცას დაიწყებს თავიდან და რაღაცას აღადგენს, ხო? აქ უკვე ნამდვილად აღარ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომ ურთიერთობას გარკვეული ფორმა მისცეს. აი, ეს რა იყო? შემთხვევით წამოვკარი კალამი. მოკლედ, შემდეგი ბარათი არის გული და ქალი, ხო? ვისკენ მიდის ეს ყველაფერი? ეს ორი ბარათი ძალიან ნათლად ამბობს ორ რამეს, ხო? ორ რამეს კი ერთ რამეს ბოდიში ორი ბარათი. ამ მთელი პროცესის მიზანი კონკრეტულად ეს ქალია და ეს ქალი ხართ თქვენი ენერგია, თქვენი ფიგურა ამ გაშლაში. გული ეს ზოგადად არის რა გულწრფელი გრძნობა, ემოციური მიზიდულობა, სითბო, რომელსაც ვერ უარყოფს პიროვნება და ქალი არის მთავარი ფოკუსი, ხო? თქვენ ხართ მთავარი ფოკუსი. ამ კომბინაციით მისი რეალური საბოლოო ნაბიჯი სწორედ ესე ვთქვათ, თქვენ ხართ. მე ანუ რეალურად ესე ვიტყოდი, რომ მას უნდა დაალაგოს და მოვიდეს იქ, სადაც მისი გული მიდის, მიიქაჩება. აი ამ ქალთან, ხომ? თქვენთან მოიქაჩება ეს მაგისი გული სათუთიო, როგორც ასეთი რო იტყვიან. მოდით ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად რას ნიშნავს მისი ნაბიჯები, ხო? ჯერ ესე ვთქვათ, ჩუმად ესე ვთქვათ, თავის თავში იქნება, არ იტყვის რაღაცებს, ესე ხმაურიანად არ გაასაჯაროებს, ანუ შეინარჩუნებს დუმილს გადაწყვეტილებას, ესე ვთქვათ, შინაგანად გამოიმუშავებს რა უნდა ქნას, გადახედავს წარსულის შეცნობებს, შიშებს, შემდეგ გამოიყენებს შანსებს, როგორმე თქვენთან მოსასვლელად ეს შეიძლება იყოს ერთი პატარა მესიჯი, რეაქცია, კომენტარი, შემთხვევით გამოჩენა, თქვათ, ხო, ლაიქის დადება, თქვათ, სტორიზე და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ენერგეტიკულად ეს იქნება მისი პირველი რეალური გაბედული ნაბიჯი თქვენკენ. მესამე რასაც იზავს აი ამ ბარათებიდან გამომდინარე, შინაგანად რაღაცას ასე თქვათ, დაასრულებს, რომ ახალი დაიწყოს და დაალაგოს. ეს უკვე გულის დონეზე რაღაც მძიმე გადაწყვეტილებაა, მოდი ასე ვთქვათ. ძველი ჩვევის სხვა კავშირის გაურკვეველი სტატუსის ან უაზრო დინის შეწყვეტა იქნება. მეოთხე სვლა ეს იქნება შემოგთავაზებთ გაურკვევლობას, ასე ვთქვათ, რომ გაარკვიოთ, ჩამოყალიბდეთ ერთიანად, თანხმობით, ეს არის მოდი ესე ვთქვათ, შეთანხმების დადება, ეს არის ბეჭედი, აი ვთქვათ, რომ შეთანხმდებით, რომ არ გინდათ ეს ურთიერთობა უბრალოდ ისე იყოს, ასე ვთქვათ, ან ვიყოთ ერთად, ან დავიშალოთ, ეს იქნება შეთანხმება, ხო? იმიტომ რომ რაღაც ნამდვილი ენდომება მას თქვენთან და არა ისეთი სახის ურთიერთობა, როგორც დღესდღეობით გაქვთ, იმიტომ რომ ეს უკვე კუბოს ბარათს შეესაბამებოდა და დაასრულდეს და აქედან გამომდინარე, ნუ აი მორი ბარათიდან გამომდინარე, თამამად ვიტყვი, რომ მას თქვენთან გაგრძელება ურთიერთობის და არა გაწყვეტა. და ასე ვთქვათ, მეხუთე სვლა რაც იქნება მისი თემიდან პოზიციიდან გამომდინარე, აი ეს ორი ბარათი ერთად რო გავაერთიანოთ გული და ქალი, ხო? ამ ყველაფრის მიზანი თქვენ იქნებით, თქვენთან ასე ვთქვათ, მომატებული სითბოს განცდა, გახსნილი ურთიერთობა, გულითადი კავშირი, ხო? ესე ვთქვათ, არ მოდის მხოლოდ ვნებით და არ მხოლოდ ინტერესით, ხო? მის ნაბიჯებს ასე ვთქვათ, გაუმაგრებს ზურგს, რეალურად გულიდან წამოსული რეალური სურვილი, რომ თქვენთან რაღაცა მყარი ააშენოს, ჩამოკარგებო და ძვირფასება. მოკლედ, ერთ წინადადებაში რომ ჩამოვყალიბოთ, ხო, ეს პიროვნება რეალურად გამოდგავს ნაბიჯებს, რომ დაასრულოს ძველი, გაურკვეველი მდგომარეობა თქვენთან ურთიერთობაში და მოვიდეს თქვენთან შეთანხმებისთვის, გულის გახსნისთვის, სიმართლის თქმისთვის, უფრო განსაზღვრული კავშირის ფორმისთვის, ხო? თუმცა ამას გააკეთებს ძალიან ნელა, ფრთხილად, პატარა ნაბიჯებით, პატარა შანსებით, სანამ ბოლომდე გაბედავს სიტყვების და მოქმედებების, ესე ვთქვათ, გადმოდგმაზე თქმას, ხო, სიტყვების თქმას და მოქმედებებით ნაბიჯების გადმოდგმას უფრო თამამად. მოკლედ, ეს იყო ძვირფასო, ჩამომაყურებლებო. თუ ესეთი როგორც ასეთი თუ აი მე უკვე ისე დავიყალე. რა ნაბიჯები იქნება ამ პიროვნებიდან თქვენკენ მოსალოდნელი, რა ნაბიჯებს გადმოდგავს თქვენთან მიმართებაში. და მოკლედ გისურვებთ ყველას, ასე ვთქვათ, სიმშვიდეს, გულის სიმშვიდეს, სოლიდარობას, მოთმინებას, ურთიერთგაგებას, ურთიერთსიყვარულს და ურთიერთპატივისცემას. ამ ასე ვთქვათ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ეს
ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, მიდგომების ურთიერთობას და მიდგომების გარეშე, ხო? ვერ იქნება ურთიერთობა სრულფასოვანი და ყოველთვის დაშლისკენ წავა. აქედან გამომდინარე გისურვებთ ამ ყველაფერს თქვენ ცხოვრებაში, თქვენს ურთიერთობაში და საერთოდ ჯამში, როგორც თქვენ გულს და სულს გაუხარდება, ისე ქონდეთ ყველაფერი და ისე წავიდეს თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.